ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად, ძალიან განწყობილი. ემოცია რა თქმა უნდა მაქვს. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი. მინდა მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე. ბედნიერად ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ხო? მინდა რომ საპატიმროში არავინ აღარასდროს აღარ იყოს, ხო? ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს. და სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ განსაკუთრებით ახლა ოჯახს როცა შორდები, შვილებს, მეუღლეს, თქვენ ყველას, მაგრამ რწმენა იმის რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია, რომ არც ერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია. მინდა მაინც მადლობით დავიწყო, დიდი მადლობა ყველას, ვისგანაც ძალიან ბევრ წერილებს ვიღებდი. მადლობა ყველას, რომ გახსოვდით, მადლობა განსაკუთრებით ემიგრანტებს, უცხოეთიდანაც ბევრ წერილს ვიღებდი. იმედი მაქვს, რომ ყველას გიპასუხეთ. მინდა მართლაც საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, რაღაცა თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ, გვატურად ყველას. დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს, აი რაღაც საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის და ყოველდღე რო ჩართავ ტელევიზორს, ციხეში ესე მყარად ხარ და ძლიერად ხარ.